ჯეირანი. ჯეირანში სულ 3 მოძრაობაა. ჭა, მაკრატელი და ქაღალდი. რა კომბინაციაც არ უნდა გათამაშდეს, არ არსებობს მოძრაობა, რომელთაც ყველას მოუგებ. ჯეირანის ამ მარტივი პრინციპის დახმარებით აგიხსნი, როგორ მუშაობს სახელმწიფო. იმისთვის, რომ სახელმწიფომ გამართულად იმუშაოს, ძალაუფლება განაწილებულია 3 შტოს შორის. 3-ვე ერთად მუშაობს, მაგრამ საქმეს ინაწილებენ. პირველი საკანონმდებლო შტოა, ანუ პარლამენტი, სადაც იღებენ და აუქმებენ კანონებს. მეორე, სასამართლო შტო, ანუ საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოები, რომლებიც იცავენ ადამიანების უფლებებს. და მესამე, აღმასრულებელი შტო, ანუ პრეზიდენტი ან მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას. მოდი ახლა სკოლის მაგალითზე განვიხილოთ. სკოლაში აღმასრულებელი შტო დირექტორია, რადგან ის ყოველდღიურ საქმეებს მართავს. საკანონმდებლო შტო განათლების სამინისტრო, რადგან ის ყველა სკოლის წესდებას განსაზღვრავს. სკოლაში დისციპლინის ან სამეურვეო საბჭო თუ გაქვს, ეგ სასამართლო შტოა, რომელიც წესრიგს იცავს და სასჯელს აწესებს. როგორც ჯეირანში, არც ამ 3 შტოს შორის არსებობს უფრო ძლიერი. ისინი ერთმანეთს აკონტროლებენ და აბალანსებენ. ხოლო ამას შეკავების და გაწონასწორების დოქტრინა ჰქვია. თითოეულ შტოს ძალაუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობებიც აქვს და თუ რომელიმე ამ წესრიგს დაარღვევს, დანარჩენი ორი ჩაერევა და დააბალანსებს. და ისე, შენ რომელ შტოს ჩაუდგებოდი სათავეში? დაგვიწერე კომენტარებში.